სახელს მოგხსენებით. მე ასევე შეგპირდით, რომ ვინც სახელს დამიჭერ, მაგ სახელს დავწერო. ასევე უნდა დავწერო ეხლა თქვენი სახელები. პირველი დაწერა, მოიცადეთ თაია. თუზე უკვე დავწერე მე, მაგრამ ეხლა სხვაზე. გადავიდეთ. ნინა, ასე გული გავაკეთოთ. შენი სახელი აქ წერია და მიყვარხარ რომ დამაფოლოვენ. ახვამდის, კარგად. ეს ნავილისა არა. ეხლა წავშლით. ნინა. შენ ხარ ლამაზი, ალბათ, ჭკვიანი. ასევე არის ახალი წელი, კარგად სწავლობ და ძალიან ბევრი. ეხლა ჩამოგითვლი რას აკეთებ კარგად. სკოლაში ძალიან კარგად სწავლობ. ცუდად არ იქცევი, დედას უჯერებ. და ეხმარები დედას, შენი ოჯახი გიყვარს. ასევე მამა, დედა, დეიდა, ბებია და ასე შემდეგ რა. ვინც ყავს ბევრი ბებია. თქვენ ალბათ ცოდნიათ, რომ ოჯახში არის შეიძლება 7 წევრი იყოს, ან 9, ან 12. 12 რომ იყოს, მაშინ შენ ძალიან ბევრი ოჯახი გყავს და შენი ოჯახი ძალიან დიდი ხანი გაუძლებს რომ ისა დიდი ხანი რომ ცოცხლს აღარ ვიცი როგორ თქვა ეგანა. ეხლა გავაგრძელოთ, მოდი. ასევე შენ ხარ ლამაზი და ასე შემდეგ რა. ლამაზი და ჭკვიანი, როგორ ძლდება ეგეთები ხართ და ასე შემდეგ რა. ნინა, ძალიან დიდი მადლობა რომ დამაფოლოვე. ნზე დავწერ შენ სახელს და გავაფორმებ. კარგად, ნახვამდის და კიდევ ერთხელ გემშვიდობებით. წინილებისა.